დღეს ალბათ ყველამ ნახეთ, ხო BBC-ს გამოძიების შედეგები. პრინციპში ეს ჩვენ ყველამ ვიცოდით. მაგრამ ხანდახან ჩვენ საზოგადოებას ალბათ ჭირდება ხოლმე დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა და კიდევ ერთხელ თქვათ რა ვიცი მოგწამლეს დასულ წელს მოკლედ ამ რეჟიმის მიერ გამოყენებული იქნა სპეციალური სითხე, რომელიც რაღაცა ფორმის ციანიდი, ალბათ ციანიდი არა, მაგრამ რაღაცა ტიპის ციანიდი, რომელიც გარეული იყო წყალში და ალბათ ყველას გემახსოვრება, რომ ვისაც წყალი მიასხეს, იმას რა დამწვრობები ჰქონდა და მერე რამხელა სუნი ასდიოდა დიდი ხნის განმავლობაში თვითონ ასვას, ანუ სუნი იდგა ძალიან ძაფრი. ეს ქონდა ღებინება, გულისრევა და საკმაოდ ხანძლივი ძიმე შედეგები. როგორც აღმოჩნდა და BBC-ს გამოძიების შედეგები ამას ადასტურებს, ეს იყო რაღაცა ტიპის ნივთიერება, რომელიც აკრძალეს პირველი მსოფლიო ომის მერე 30-იან წლებში. ხო წარმოგიდგენთ, მეგობრებო, რა ტიპის ნივთიერება იყო გამოყენებული და ჩვენ ჯერ კიდევ ყველა მისი მავნე შედეგები გრძელვადიანად არ ვიცით. ჩვენ ნახეთ ეხლა რომ ძალიან ბევრი ადამიანმა უკვე დაიწყო საუბარი, რაღაცა თითქოს მიგვავიწყდა, ხო რა? ძიმე შედეგები გამოიწვია ამ მოწამვლამ. სასუნთქი გზების დამწვრობა, კანის დამწვრობა და ასე შემდეგ რა. ეხლა მეტი მტკიცებულება იმისა, რომ რა ტიპის დანაშაულებრივ რეჟიმთან გვაქვს საქმე, მეგონი აღარ არის საჭირო. იმ პერიოდში გარდა იმისა, რომ ცემა და წამება იყო გამოყენებული, ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეები მოწამლეს და ჩვენ ყველას გვაქვს უფლება ვიცოდეთ ამ ნივთიერების გამოყენების რა დოზა იყო და რა გეავლენა ექნება ჩვენ შემდგომ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ვინც აქ ვიყავით და სხვათა შორის საახალწლო ნაბიჯებზე ბავშვებიც მოიყვანეს. ყველა მიიღო რაღაცა დოზით ეს ნივთიერება, ზოგმა უფრო მძიმედ, ვისაც ხალი შეესხა და ეგ იყო გარეული და ვიღაცას თვითონ მიცუთხავდა მომდენო დღეების განმავლობაში. ეს ჯერ კიდევ დასაწყისია ამ პროცესის და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს და დადგინდეს ყველა დამნაშავე, ვინც ეს გამოიყენა და შეიძლება ამისთვის ბრძოლა დიდხანს დაგვჭირდეს, მაგრამ სიმართლე აუცილებლად დადგინდება. ეხლა დღეს გვინდა ჩვენ პატარა აქცია პერფორმანსით გამოვხატოთ პროტესტი იმისა, რაც ერთი წლის წინ ამ რეჟიმმა ჩაიდინა ქართველი ხალხის მიმართ და ხმაურის ფონზე ჩვენ გავუშვებთ კვამლს, რომელიც არის ზუსტად იმის ჩვენება, რომ გასულ წელს ჩვენ მოგწამლეს და კარგი იქნება თუ ხმაურით ასევე ხმაურით შევაგებებთ ამას, რომ გავაგონოთ, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით. დადგინდება ყველა დამნაშავე, ძირითადად ვიცით ვინც იყვნენ, ხო ეხლა შემსრულებლების დონეზე. დღეს უკვე ამათი პროპაგანდა დაბნეულია და უკვე ვერაფერი ვერ მოიფიქრებს BBC-ს fake news-ებს ეძახიან. ამიტომ ჩვენ უნდა ვამხილოთ ბოლომდე ყველა ადამიანი, ვინც ეს დამწვრობები ყველა ადამიანმა უნდა
აღვიდგინოთ ეს ინფორმაცია საზოგადოებას მივაწოდოთ თუ რა ჩაიდინეს ამ ადამიანებმა და გვჭირდება კიდე სხვა ტიპის ანალიზი თუ რა გავლენა მოახდინა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმიტომ რომ თუ ხისიერად არ არის გამოხატული ეს იმთი მაშინ არ გამოიხატა არ ნიშნავს რომ ველოდენად ადამიანის ჯანმრთელობაზე შეეძლო გავლენა არ მოეხდინა და ეს არის ალბათ Ja, მე მგონი პირველი შემთხვევა, როდესაც 9 აპრილის მერე ესეთი მომწავლელი ნივთიერება იყო ქართული ხალხისგან გამოყენებული, მაშინაც იყო რომ მალავდნენ ამ ნივთიერების შემადგენლობას, თუ არ გაიგოთ ვინ რა ზემოქმედება მოახდინა ადამიანის ორგანიზმზე და ეხლაც ჩვენ გვჭირდება უფრო სიღრმისეულო საერთაშორისო გამოძიება იმის დასადგენად, ერთი რომ გამოვავლინოთ ყველა დამნაშავე და მეორე ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ რა გვაქვს უთქეს ამ ნაძირლებმა რა უნდა გავიგოთ რა გვაქვს უთქესო რაღაც ნაწილში ჯანმრთელობასაც მივხედოთ ყველა და ვიცოდეთ როგორ უყურნალოთ საკუთარ თავს და ამის გარდა უნდა დავადგინოთ ყველა დამნაშავე ხა ძალიან კაი გამოთქვა დრონი მეხობელო და რაც არ უნდა მოინდომონ ამათმა ეგ არცად არ გაქრება მეგობრებო ეს ინფორმაცია და ადრე თუ გვიან პასუხს ყველა აგებს ვინაც ეს წინა ხელისუფლებების დროსაც ეგონა რო არ აგებდნენ პასუხს და ყიზიან ლანის ციხეში და ამიტომ ამათაც მოუხდეთ იქ ყოფნა ამიტომ ჩვენ ამას არ დავივიწყებთ და ამისთვის ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ მადლობა